ვანის მუნიციპალიტეტში სადრენაჟი არხების გაწმენდის სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ლევანდვალმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. არხების გაწმენდა ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო. ამ ეტაპზე 15 კილომეტრის სიგრძის არხია გაწმენდილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სადრენაჟი არხები 10 წლებია არ გაწმენდილა, რის გამოც 500 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. სამუშაოების სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 300,000 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს ახლა დრენაჟის სამუშაოები მთელი წლების განმავლობაში, რამდენიმე 10 წელი. ეს ტერიტორია დაახლოებით სამი სოფლის ტერიტორია 500 ჰექტრამდე მიწა მთლიანად ხდებოდა წყლის ქვეშ დატბორილი, მოსახლეობა მოსავალს ვერ იღებდა. სახელმწიფოს ზრუნვის შედეგად დღეს სახეზე არის ძალიან საინტერესო საქმიანობა, დაახლოებით 15 კილომეტრამდე უკვე სადრენაჟო არხი გაკეთებულია, რომელთაც დაახლოებით 5,000-მდე ადამიანი ისარგებლებს და მათ მიეცემათ საშუალება, რომ მოსავალი აიღონ და დააბინაონ თავიანთ ოჯახებში. ეს ტერიტორია, რომელიც მოემსახურება 3 სოფელს და 5,000-მდე მოსახლეს, წლების განმავლობაში 20 წელზე მეტია, რაც ფაქტიურად არ უზრუნველყოფდა შესაბამის სადრენაჟე მომსახურებას და მოსახლეობა იძულებული იყო 1 წლის დაგვიანებით დაეწყო სასოფლო სამეურნეო კულტურების თესვა. სამუშაოები დასრულდება წლის ბოლოსთვის და ეს პრობლემა, რომელიც რამდენიმე 10 წელია ამ სოფლებს აწუხებდა, მოგვარებული იქნება. ეს რაც გეცდება ძალიან კარგია. მთლიანი ეს ტერიტორიები იტბორებოდა წყლიდან, მთელი ეს ნაწყრები აქ შემოდიოდა ფართობებში და ეს დატბორილი იყო ყველაფერზე, ხალხი ვერ ამუშავებდა, აი უჭირდათ მუშაობა, ტრაქტორი ვერ ამუშავებდა მიწებს და ამიტომ ზოგიერთი ფართობები შეებოდა დაუმუშავებელი.